მოგესალმებით, მე ვარ აზიანა, შინაურულის ავტორი. თქვენ უყურებთ ყველაზე მარტივ რეცეპტების არხს YouTube-ზე. დღეს ერთად მოვამზადოთ სალათი შუბა, რომელიც საახალწლო გაფორმებითაა. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ შინაურული, რომ არ გამოგჩეთ არც ერთი მარტივი რეცეპტი. 18 სანტიმეტრის დიამეტრის ფორმისთვის დაგვჭირდება 3 სტაფილო, 3 ჭარხალი და 3 კარტოფილი მოხარშული. ერთ დაჭრილ ხავს დავასხათ ცხელი წყალი და გავაჩრდოთ, ეს იმისთვის, რომ ხავმა სიმწარე დაკარგოს. ასევე მოვხარშოთ 5 კვერცხი. გავთავოთ და გავასუფთავოთ მოხარშული ბოსტნეული. სალათისთვის დაგვჭირდება ტორტის ფორმა. ქაშაყის უძვლო ფილე ძალიან კარგია ამ შემთხვევისთვის. მაიონეზი ჩავასხათ საკონდიტრო ტომარაში. ყველა ინგრედიენტი მზად არის. დავიწყოთ სალათის აწყობა. გავხეხოთ კარტოფილი და ჩავდოთ მისი სქელი ფენა ტორტის ფორმაში და ზემოდან მოვასხათ ჩვენი მაიონეზი. შემდეგ გადავანაწილოთ კოზით. მოვაყაროთ მარილი და ცოტა შავი პილპილი. ქაშაყის ფილე დავჭრათ სასურველ ნაჭრებად და გადავანაწილოთ კარტოფილის ფენაზე. ზემოდან მოვაყაროთ გაწურული ხახვი. კვლავ მოვასხათ მაიონეზი და გადავანაწილოთ კოზით. მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი. შემდეგი ფენა იქნება გახეხილი სტაფილო, რომელიც ასევე დავადოთ სქელ ფენად და მოვასხათ მაიონეზი. ამ შემთხვევაშიც ვიმეორებთ იგივეს, გადავანაწილებთ მაიონეზს და მოვაყრით მარილს და შავ პილპილს. შემდეგი ფენა იქნება გახეხილი კვერცხით. შეგიძლიათ სამარხო სალათში კვერცხი არ გაუკეთოთ. გავხეხოთ 3 ცალი მოხარშული კვერცხი და სქელ ფენად დავადოთ. მოვასხათ კვლავ მაიონეზი და მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი. ამჯერად გავხეხოთ მოხარშული ჭარხალი. ზემოდან დავადოთ გახეხილ კვერცხის ფენას და მოვასხათ მაიონეზი. კვლავ მაიონეზი გადავანაწილოთ კოზის საშუალებით. მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი და ზემოდან მოვაყაროთ 2 კვერცხის გახეხილი ცილა და გადავასხათ კვლავ მაიონეზი. იმ 2 კვერცხის გულები მოვახეხოთ სალათს შუაში. ირგვლივ შემოვაწყოთ სტაფილოს თხელი ნაჭრები. ეს იმისთვის, რომ საახალწლო დიზაინი გამოგვივიდეს. საკონდიტრო ტომრით დავაწეროთ რომაული ციფრები, რათა საათის იმიტაცია შევქმნათ. ასევე სტაფილოთი გამოვჭრეთ საათის ისრები. როცა სალათის გაფორმებას მორჩებით, მოხსნათ ტორტის ფორმა. ჩვენი უგემრიელესი სალათი, რომელიც საახალწლო სუფრას ძალიან უხდება, უკვე მზად არის. შინაურულის არხზე არის სხვა უამრავი სალათის რეცეპტებიც. მე კი გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. ეს წელი ყოფილიყოს ბედნიერების მომტანი. დღეს სულ ეს იყო. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და დატოვეთ თქვენი კომენტარი. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.